არსებობს მცენარე და არსებობს საგანი. არ ვიტყვი უსულო საგანს, არ ვეთანხმები ამ თარგმანს. უпростоრეთ ქართულამ გამოხდას უსულო საგანი. დიდი შევხედოთ დაფას. მოლაპარაკე ფაქტიურად ეს არის ადამიანი. არის შემდეგ ცხოველი. არის მცენარე და არის საგანი. განსხვავებას ალბათ ვხედავთ, ხო? ადამიანი არის მოლაპარაკე. მაგრამ ჩვენი ხალხები გვასწავლიან, რომ ებრაელებს გამჩენმა მოგვცა ღვთაებრივი სულის ნაწილი. ნეფეშ ელოკი. რა განსხვავება შემდეგ ადამიანსა და ცხოველს შორის? ის განსხვავებაა, რომ ცხოველიც ფიქრობს და აზროვნებს, მაგრამ აქვს გარკვეული შეზღუდვები. ხო, ადამიანიც ფაქტიურად ცხოველად შეიძლება ჩათვალო, როცა მას ყოველგვარი სულიერება დაკარგული აქვს. ხო, ისიც ჭამს, ისიც ასრულებს რაღაც გარკვეულ მოქმედებებს და ასე შემდეგ და ისიც იბადება და ისიც კვდება. ასე მაგალითად მცენარეც რაღაც გარკვეული სულიერი დონე გააჩნია, სული მასში არსებობს. არის ბევრი მაგალითები, ვისაც სულს შეუძლია მოიძიოს მცენარეებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ მცენარეებშიც არის სული. მაგალითად ყვავილებს ან რაღაც გარკვეულ მცენარეებს ზრდიან მუსიკის ქვეშ და მუსიკის გარეშე და ის რაც წყნარი მუსიკის ქვეშ გაიზარდა, ლამაზი მუსიკის ქვეშ ის უფრო მალე ყვავის და მალე იზრდება. რაც შეეხება უსულო საგანს ქართულად, რასაც ქვია დომე, ეს ქართულად არასწორი გამოთქმაა. რას ქვია უსულო საგანი? ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს ის უსულოა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოძრაობს. მაგრამ დღევანდელმა მეცნიერებამ და ფიზიკამ დაგვიმტკიცა, რომ უსულო საგანიც კი მისი ნაწილები რომ გავადიდოთ, მიკროსკოპებით რომ ჩავხედოთ, ნებისმიერი უსულო საგანი, რაც არ უნდა იყოს მატერია, სკამი თუ რა ვიცი, რასაც არ აიღებთ, ხო, თუნდაც ქვა, ის შედგება ატომებისაგან, ბირთვებისაგან, ხომ და ბირთვის გარშემო ატომები მოძრაობენ რაღაც გარკვეული სიჩქარით და ასე შემდეგ. ანუ მასშიც არის მოძრაობა, ოღონდ შეზღუდული ფორმით და მიუხედავად იმისა, რომ მასში არის მოძრაობა, ადამიანის თვალი ამას ვერ ხედავს და ის, რომ ამას ადამიანი ვერ ხედავს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მასში სული არ არის. ანუ საგანი ასე ვთქვათ, ხო? ვერ ვიტყვი უსულო საგანია, ვინაიდან ეს არ არის უსულო საგანი, ანუ უბრალოდ უძრავი საგანი ასე ვთქვათ, უფრო სწორი იქნება. უძრავი საგანი, რომლის მოძრაობასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. გამჩენმა ინება ისე, რომ ადამიანის თვალს დაანახა მარტო ის, რაც საჭიროა. წარმოიდგინეთ, ხომ ფიზიკა ასე თუ ისე ყველას გაგვეგება ცოტა თუ მეტნაკლებად. დიფუზია ყველამ ვიცით რა არის, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ეს მოლეკულების გადასვლა, გადმოსვლა, მოძრაობა და ასე შემდეგ დავინახოთ ჭიქაში. ვინ მიეკარება იმ ჭიქას, ვინ დალევს იმ წყალს, ხო, შიშისგან ვერავინ ვერ გაეკარება. ეს ჩვენ რო ვხედავდეთ ამ დიფუზიას, რაც ჩვენ მიკროსკოპებით და გამადიდებლებით შეგვიძლია დავინახოთ. ამიტომ გამჩენმა დაგვანახა ჩვენი მატერიალური თვალებით ის, რაც საჭიროა ჩვენთვის. და ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საგანი რაც არის, მასშიც არის სული. და რატომ მოვიყვანო ახლა ეს მაგალითები? რაც შეეხება სულთა წრებრუნვას, როცა ადამიანი არღვევს გარკვეულ დადგენილ წესს, ზეციდან დადგენილ წესს, ანუ სწოდავს, ხომ, ასე ვთქვათ ქართულად, მას აბრუნებენ გამოსასწორებლად ამ ქვეყანაზე. ფაქტიურად, თუ ჩვენ დღეს ვარსებობთ, ვცოცხლობთ აქ აეხლა და მათ შორის მეც, ესე იგი რაღაც შევცოდე წარსულში, ერთი მხრივ, ასე ვთქვათ,
ცუდია, ხო? ამაში ჩვენ ხედავთ უარყოფით. შევწოდე, ამიტომ მოვედი გამოსასწორებლად. და მეორე მხრივ უნდა ვაღიაროთ და უნდა ვთქვათ, რომ რაღაც კარგიც გავაკეთეთ ოდესღაც, რომ დავიმსახურეთ, რომ კიდე მოვსულიყავით ადამიანად ამ წუთის სოფელში და გეტყვით რატო ვამბობ ამას. ვინაიდან ჩვენი ხახმები გვასწავლიან, რომ ადამიანი, რომელმაც შესწოდა, ის შეიძლება მოვიდეს სასჯელის სახით, როგორც ცხოველი, ან როგორც მცენარე, ან როგორც საგანი. არ გაგიკვირდეთ, მაგრამ თითქმის ყველა ჩვენ ადამიანებმა ეს ოთხივე საფეხური ოდესღაც გავიარეთ. ოდესღაც ვიყავით მოსული ამ დონეზეც, ამ დონეზეც, ამ დონეზეც და ამ დონეზეც. დღესდღეობით თუ ჩვენ ახლა ადამიანები ვართ და ახლა ამ ვიდეო როლს უყურებთ, ესე იგი მოვედით რაღაცის გამოსასწორებლად, რაღაცა მიზანი გვავალია, მოვედით ადამიანად. მადლობა გამჩენს, რომ რაღაც დავიმსახურეთ და მოვედით ისევ ადამიანად. მაშინ უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ამჯერად. ფაქტიურად იმის დამიხედვით, თუ ადამიანმა რა შესწოდა, იმის დამიხედვით შეიძლება დაეცეს სხვადასხვა სულიერ დონეზე. ხომ? ცხოველად, მაგალითად არსებობს ისტორია, ალბათ გაგიგიათ. ეს ისტორიაც გვიწერია ჩვენს ჯგუფში ბაბასალისთან დაკავშირებით. ბაბასალის ისტორია და ცხოვრება, ვისაც გაუგია, ეს იყო ცადიკი, რომელიც თითქმის შაბათიდან შაბათამდე არაფერს არ ჭამდა და მხოლოდ თორით იყო დაკავებული, თორის სწავლით იყო დაკავებული და ერთხელ სთხოვა მძღოლს, რომ წასულიყო აზაში, ანუ არაბულ დასახლებაში, რომელიღაც ბაზარში. და მძღოლმა ის წაიყვანა და უთხრა, რომ მივიდნენ ბაზართან, რომ მიუახლოვდნენ, უთხრა, რომ გადადიოდა საზამთრო მიყიდეო. გადავიდა მძღოლი, იყიდა საზამთრო, მოუტანა მანქანაში და უთხრა, არა, ეგარაო, წადიოდა ამ საზამთროს გვერდზე, რაც იდო, ის საზამთრო მოიტანეო. მოკლედ ერთი-ორჯერ ესე შეაცვლევინა, მოიტანა საზამთრო, ეგრევე დანა მოიღო გაჭრა, პატარა ნაჭერი აკურთხა და შეჭამა. და გაუკვირდა, ნუ თუ გზაში ეკითხება ბაბასალის, ნუ თუ რაბიო, საზამთრო ჩვენთან არ იყო ქალაქშიო, რომ აი აქ წამომიყვანეო, აქ ბაზარშიო, არაბულ დასახლებაშიო და აქ ვიყიდეთო და აქ შეჭამეო და ბაბასალი მუთხრა, რომ მე უკვე რამდენიმე ხანია მესმისო ამ სულის კივილიო, რომელიც თავისიდან ცოდვების გამო მისი სულიო მოხვდა ამ საზამთროშიო. და ის რომ შეეჭამა ისეთ ადამიანს, რომელიც არ აკურთხებდაო, ამ შემთხვევაში საუბარი იყო მუსულმანზე, ხომ, რომლებსაც არავითარი ვალდებულება არ აქვთ საჭმლის კურთხევისა. მაშინ იგი ისევ დაბრუნდებოდა გილგულში, ანუ სულების წრებრუნვაში, ისევ მცენარის სახით, რაიმე მცენარის სახითო და ისევ სასჯელის სახითო და როცა მან აკურთხა ბაბასალიმ, ფაქტიურად მისი სულის ნიცოცი, სულის ნაპერწკალი აამაღლა ადამიანის დონეზე. ეს რა თქმა უნდა ცალკე თემაა, მაგრამ იქნება ცოტაოდენ მაინც შევეხოთ. ჩვენ ებრაელებს გვაქვს მოცემული გამჩენისაგან კურთხება, როცა ვაკურთხებთ საჭმელსაც, სასმელსაც, ხომ, ხორცზე, კვერცხზე მაგალითად ვაკურთხებთ შიაქოლს, მეზონოთი გვაქვს, მცენარეებზე, ხილბოსტანზე გვაქვს პრიადამა, პრიაეც და პურზე გვაქვს ბირკათ ამაზონ. რატომ ვამბობ ამას? როცა ჩვენ ვჭამთ, ის ენერგია, რაც არის დაუშვათ ფორთოხალში, ხომ? თუ კი ეს ფორთოხალი ჩვენ შევჭამეთ უკურთხებლად და თუ კი მასში იყო რომელიმე ადამიანის სულის ნაპერწკალი, ის ენერგია, რომელიც გადადის ჩვენს ორგანიზმში, კურთხებით ეს ნაპერწკალი ადის სულიერად ადამიანის დონეზე. ხოლო თუ კი ეს არ მოხდა, იგი ისევ ბრუნდება სულების წრებრუნვაში, ისევ მცენარედ.
ის შეიძლება ავიდეს ცხოველის დონეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, დაუშვათ ძროხამ შეჭამა ბალახი, ხო? ადის მცენარის დონიდან ცხოველის დონეზე მხოლოდ. თუ ადამიანმა შეჭამა ცხოველის ხორცი, დაუშვათ ძროხის ხორცი და აკურთხა, რა თქმა უნდა, ქაშერი, ჩვენ დავინახავთ, რომ ცხოველის სხეულში გადასული თუ კი იქ იყო მისი მიცოცი, სულის ნაპერწკალი ამაღლდება ადამიანის მოლაპარაკეს დონეზე. ამიტომ რამდენად საჭიროა, რომ ებრაელმა აკურთხოს ყველაფერი, რასაც ჭამს და რასაც სვავს. გვაქვს კურთხევა ჭამის წინ და ჭამის შემდეგ. წარმოიდგინეთ, როგორც ჩვენი ხაზალი გვასწავლის, ჩვენი დიდი რაბები გვასწავლიან, როგორც ვთქვი უკვე, ჩვენ ყველამ აბსოლუტურად ოდესღაც გავიარეთ ეს საფეხურები. არც კი ვიცით, რამდენი მადლობა გვაქვს გადასახდელი თუნდაც იმ ებრაელისთვის, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, რომელმაც აკურთხა ოდესღაც და აგვამაღლა ადამიანის სულიერ დონეზე, რომ მოვედით და გამოვასწოროთ ახლა ჩვენი ცუდი საქციელი, ჩვენი თვისებები. ფაქტიურად, ცუდი თვისებების გამოსწორება რას ნიშნავს? როგორც უკვე ვთქვით, ცხოველური სული ადამიანისა დაკავშირებულია აზრებთან, ხო? არის ესეთი ამბავი, რაც მოხდა ერთხელ აეროპორტში, ერთი ახალგაზრდა ებრაელი ქალბატონი მიფრინავდა საზღვარგარეთ და სანამ გამოაცხადებდნენ მის რეისს, ხომ ჩვენ ვიცით იქ duty free, იქ რაღაცები იყიდება და ასე შემდეგ. ჩანთა მივიდა იყიდა უგიოთ, ეხზე უგიოთ ქართულად, ბისკვიტები, ხომ, ესეთი ბისკვიტები, ორცხობილა, ხომ, ქართულად. მივიდა ჩანთა დადო მაგიდასთან და მივიდა რომ იყიდოს დასალევი წვენი და რომ მოვიდა მაგიდასთან დაბრუნდა, ხედავს რომ იმავე მაგიდასთან ზის ვიღაც უცხო მამაკაცი, უჭირავს ბისკვიტები ხელში და მიირთმევს. რა აზრი შეიძლებოდა რომ მოსვლოდა თქვენი აზრით, ხომ? თქვენი გაგებით ამ ქალბატონს ზუსტად ესეთი აზრები მოუვიდა მას, ხომ? რომ ეს უსირცხვილოა, როგორ გაბედა მისი ბისკვიტების პაკეტი როგორ გახსნა და მიირთმევს. ადგა მანაც აიღო ეს ბისკვიტი მაგიდაზე, რომელიც იდო გახსნილი და დაიწყო მასთან ერთად ჭამა. ხმას არ იღებს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს ყველაფერი ფიქრები მოსდის თავში. ესეც ჭამს, ერთიც ჭამს, მეორეც ჭამს, ერთიც ჭამს, მეორეც ჭამს. დარჩა უკვე რამდენიმე ცალი, რო ხედავს, რომ დარჩა რამდენიმე ცალი, ადგა დაავლო ხელი მთელი ბისკვიტების პარკს და გავარდა იქიდან, რომ აიღოს, ხომ, ფაქტიურად აზრები ისევ, რომელიც თავში უტრიალებს, სად გაიზარდა ეს უსირცხვილო და ასე შემდეგ. მოდი ესე ვთქვათ, კავკასიაში გაზრდილი ალბათ 1-2 კარგსაც შეუკურთხებდა. ამ დროს გამოაცხადეს რეისი, გავიდა რომ დადგეს, ხომ, იქ რიგია რომ უნდა გაიაროს, ბილეთი აჩვენოს, პასპორტი აჩვენოს და გაიაროს მოსაზღვრეს და გახსნა ამ დროს ჩანთა რომ ბილეთი, უпростоრად ბილეთი აჩვენა და გავიდა და ხედავს რომ იგი ეს მამაკაციც, რომელიც მასთან ერთად ამ ბისკვიტებს ჭამდა, ზუსტად მის რეისზე ამოდის. გავიდა ზუსტად თვითმფრინავში, გახსნა ჩანთა რომ მოძებნოს თავისი ადგილი, რომელია რომ დაჯდეს იქ თვითმფრინავში და ხედავს რომ მისი ნაყიდი ბისკვიტი გაუხსნელი დევს მის ჩანთაში, წარმოიდგინეთ. რა გამოვიდა? ყველაფერი აზრი, რომელიც მას თავში მოუვიდა, ეს გაუზრდელი, ეს უსირცხვილო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, პირველ რიგში თავის საკუთარ თავზე იფიქრა. გამოვიდა რომ თვითონ ჭამდა სხვისას, ხომ, თანაც უსირცხვილოდ და წარმოიდგინე რომ მას ახლა შეურაცხყოფა ხმამაღლა მიეყენებინა ადამიანისთვის. აქედან ჩვენ დავინახეთ, რომ გამჩენმა ეს რაც მოხდა ფაქტიურად ეს შემთხვევა გამოუგზავნა არა უმიზეზოდ, არამედ ამასაც გარკვეული მიზეზი გააჩნდა, ის რომ ბოდიში მოეხადა მისთვის. თუ კი
მოიხდიდა ბოდიშს, ამითი საკუთარ თავს გამოასწორებდა. ასე ვართ ჩვენც, ჩვენ არ უნდა ვეცებოთ სხვაში რაიმე ცუდი და თუ კი რამე ცუდი აზრი მოგვივიდა სხვასთან დაკავშირებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ესე იგი ეს აზრი ჩვენშიც რაღაც გარკვეულწილად არსებობს. ეს ცოტა რთული გასაგებია, ამბობენ, რომ თუ ადამიანს დაანახეს ქურდი, თუნდაც ფილმში, ცოტა რთულია, იმიტომ ყველა დღეს ტელევიზორებშია მიჭედებული, წყალებში, ხო, მიჭედებული. ყველა უყურებს რაღაც ფილმებს და ასე შემდეგ. თუ ადამიანს დაანახეს ქურდი, იცოდეს, რომ მას საკუთარ თავში გამოსასწორებელი აქვს რაღაც, რაც ქურდობასთან არის დაკავშირებული და ქურდობა მარტო ის არ არის, რომ ადამიანმა მივიდეს და ვინმეს ჯიბიდან რაღაცა მოაცალოს. ქურდობა შეიძლება იყოს სამსახურიდან წამოღებული ერთი ფურცელი ან ერთი კალამი, რომელიც მას არ ეკუთვნის და ეს სამსახურს ეკუთვნის მის უფროს, თუნდაც იყოს რაღაც რამდენიმე კაპიკის ღირებულებისა. თუ მას აჩვენეს მკვლელი, იცოდეს, რომ მასშიც მკვლელია და მკვლელი მარტო ის არ არის, ვინც დანას აიღებს ან იარაღს და ვინმე სხვას ესვრის და მოკლავს ან თავს წააცლის. მკვლელი შეიძლება ითვლებოდეს ისიც, ვინც სხვაზე ისეთ ცუდ რამებს ლაპარაკობს, რომ მკვლელობის ფასად ღირს, შეიძლება ბევრმა ვერ გადაიტანოს მასზე საუბარი და არსებობს ძალიან ბევრი მაგალითები, რომ რაღაცა ილაპარაკეს და ვიღაცამ თავი მოიკლა ამისი გულისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, სხვაში ცუდი არ ვეძებოთ, არამედ მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ და როცა კარგზე ვფიქრობთ, ამითი ჩვენი მოქმედებებიც უფრო უკეთესი ხდება, უფრო იწმინდება. ოკეი. რამდენიმე პატარა იმასაც შევეხებდი, წერტილებს ნეკუდოთ ამ თემასთან დაკავშირებით. ხშირად გაგვიგია, რომ მიზრახში, ანუ აღმოსავლეთში დადის ახალგაზრდობა, უпростоრეთ აქამდე მიდიოდა, დღეს უკვე მსოფლიო დონეზე ისეთი სიტუაცია, რომ არავინ აღარსად არ მიდის, მაგრამ ბევრი აღმოსავლეთში მიდიოდა, ინდოეთში, ჩინეთში, რათა მედიტაციები ესწავლა, ხო, მანტრა, რასაც ქვია, რათა თითქოს სულიერად უფრო ამაღლებული ყოფილიყო. უნდა ვიცოდეთ, რომ მანტრა რაც არის, ანუ მედიტაცია, ესეც იჰადუთიდან მომდინარეობს. დავით ამელეხს თეილიმში უწერია, შივიტი ჰაშემ ლენეგდი თამიდ. ანუ გამჩენის სახელი ყოველთვის თვალწინ მაქვსო, მე არ მინდა ეს წინადადება დავწერო, ვინაიდან მასში გამჩენის სახელია და გამჩენის სახელის ხსენება და დაწერა არ შეიძლება. მოკლედ დავწერო. შივიტი ჰაშემ ლენეგდი თამიდ. ადამიანმა ყოველთვის აბსოლუტურად დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე, რასაც არ უნდა აკეთებდეს. ბავშვებთან საუბრობს, თუ მეზობლებთან, თუ ნათესავებთან, თუ მეუღლესთან, ვისთანაც არ იქნება, უნდა გაიხსენოს, რომ ის რაც ხდება, ის რასაც ეუბნებიან, ყველაფერი ნებაა გამჩენისა, ამიტომ პასუხი უნდა გასცეს ისე, რომ არავის არ აწყენინოს და იცოდეს, რომ ის რაც უთხრეს, გამჩენს სწორედ ეს უნდოდა, რომ მისთვის ეთქვათ. და მისთვის გაეგებინებინათ. რანაირი სისულელეც არ უნდა თქვას სხვამ, დაუშვათ ქუჩაში მოლაპარაკე, მან ავტობუსში მოსაუბრე, რაც ადამიანს გააგონეს, რანაირი სისულელეც არ უნდა იყოს და რანაირ კავშირშიც არ უნდა იყოს მასთან, იცოდეს, რომ
ეს ზუსტად ის წინადადება ათქმევინეს სხვას, რაც მას უნდა გაეგო. ესე იგი რაღაცა აქვს ამასთან დაკავშირებით გამოსასწორებელი. და კარგია მედიტაციას რაც შეეხება, მედიტაცია ვახსენეთ, თუ ადამიანი თვალებს დახუჭავს და გამჩენის სახელს წარმოიდგენს თვალწინ. ეს შვენიერია, ეს ადამიანს აწყმარებს და სულიერათაც ამაღლებს. გარდა ამისა, მოდი დავწეროთ სიტყვა მანდრა ევრითულად. მანდრა. ეს იგივეა, თუ დავწერთ ნუნ მატარა. ნუნ ეს არის ხამიშიმ შარეი კდუშა ო ხამიშიმ შარეი ტუმა. ანუ არსებობს სულიერების წმინდა 50 ჭიშკარი და ტუმა ეს არის სულიერი უწმინდურობის 50 ჭიშკარი. რაც შეეხება თვითონ მანტრას რომ ვიცოდეთ, ის რასაც აკეთებენ აღმოსავლეთში, იმ წუთში აწყმარებს თითქოს ბუნებასთან აკავშირებენ საკუთარ თავს და შემდეგ უფრო უარესად ვარდებიან სულიერად და ამისი უამრავი მაგალითი გაგვაჩნია. რამდენი დაბრუნდა თავის ქვეყანაში აღმოსავლეთიდან ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხომ, გაგვიგია ალბათ და მაგალითებს არ მოვიყვანთ ამასთან დაკავშირებით. ანუ მატარა მიზანი, თუ სწორი აკეთებს ადამიანი მედიტაციას, ის მიაღწევს 50 სიწმინდის ჭიშკარს, ხოლო ის ვინც არასწორად აკეთებს, დაეცემა იმ დონეზე, რომ საბოლოოდ დაკარგავს სულიერებას ყველაფერს და განადგურდება ცხოვრებაში ხასვეშალომ. ამიტომ ის რაც გაგიგიათ მანტრის დროს, რომ რაღაც სისულელეებს წარმოთქვა, მენებრაელისთვის ამ რაღაცების წარმოთქმა საერთოდ არ შეიძლება და ბლაბლაბლაბლაბლაების ლაპარაკს ჯობია მაგალითად აიღოს თეილიმი, თუნდაც ის სიტყვა რომ თქვით შივიტი აშემ ლენეგდი ტამით და იმეოროს ან თვალები დახუჭოს და გამჩენის სახელი წარმოიდგინოს, ან ყოველ დილაზე როგორც შახარიძე ვამბობთ ხოლმე, თქვას თორიდან რაიმე წინადადება და ამითი დაუკავშიროს თავის სიწმინდეს, მაგალითად დილაზე შახარიძე რო ვახსენე, ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ ყოველი ებრაელის სიყვარული, ცოტა რთული სათქმელია, ხომ? შესასრულებელია, უпростоრად სათქმელათადვილია, შესასრულებლად ძნელი. ადამიანი იტყვის, როგორ შემიძლია შევიყვარო, ამან ეს გამიკეთა, იმან ის გამიკეთა. ადამიანი 50 წლის წინ გარდაიცვალა და მე მაგას ამას არ ვაპატიებ და ასე შემდეგ. ხო, ეს სულ ესეთი კავკასიური ესეთი ამაყი გამოხტომები. უნდა დავივიწყოთ ეს ჩვენში არსებული სიამაყე და განსაკუთრებით ცოცხალ ადამიანებს უნდა ვცეთ პატივი, თუ ვერ მოვასწარით იმ ადამიანების პატივისცემა, ვინც უკვე დატოვა ეს წუთი სოფელი. ერთი რამე კიდე მინდა ვახსენო, დღეს არსებობს ძალიან ბევრი სექტები, რომლებმაც დაიწყეს გამჩენის სახელის გამოყენება, მაგენ დავითის დახატვა და შიგნით გამჩენის სახელი წერია და ასე შემდეგ და ინტერნეტში აქვეყნებენ და ზოგი ებრაელს შეხედავს, ხომ გამჩენის სახელი წერია იქ და მაგენ დავითი ხატი, ეს ნამდვილად ებრაელები არიან, რომ იცოდეთ, არ დაუჯეროთ ყველას, შეხვალთ იქ და იქ ისეთ რაღაცებს წაიკითხავთ, რომელიც ჯობდა საერთოდ არ წაგეკითხათ. აი ასე ფუჭდება და იხრწნება ადამიანის სული. როცა ებრაელი კავანოთებს აკეთებს, ანუ განზრახვით კითხულობს და ლოცულობს, ასე თავის თავს უკავშირებს რომელიმე ცადიკს და რა თქმა უნდა გამჩენთანაც უფრო ახლო კავშირში მიდის. კარგი იქნება თუ ყოველი თვილის ლოცვის დროს კავანას გააკეთებს, რომ
რომ მას უყვარს ყველა ებრაელი საკუთარი თავივით. ვეაჰავტა ლერეახა კამოხა, თუ ადამიანი იტყვის ხშირად ამ სიტყვას ვეაჰავტა ლერეახა კამოხა, შეიყვარე ყოველი ებრაელი საკუთარი თავივით, იგი უკავშირდება რაბი აკივას სულს და თორას და ამით არა მარტო ფიქრებს ასწორებს, არამედ შემდეგ მოქმედებასაც ნელ-ნელა. მაგალითად შეიძლება თეილიმის წაკითხვით და თეილიმის რომელიმე პერეკის თქმით ადამიანმა დაუკავშიროს საკუთარი სული დავიდ ამელეხს, რო ვთქვით შივიტი აშემ ლენეგდი თამიდ, ესეც თეილიმიდან არის ამოღებული. კიდე შეგვიძლია რაბი იოსეფ კაროს ნიშნაიოთები, ვინც სწავლობს ნიშნებს, ნიშნა, მოდი დავწეროთ ეს, ნიშნა ვენეშამა, ეს ერთი და იგივე სიტყვებია, ერთი და იგივე ასოებია, სლიხა. შეხედეთ, ნეშამა ვმიშნა გადაადგილებულია ასოები. ანუ ვინც სწავლობს მიშნაიოთებს, ის წმინდავს სულიერად თავის ნეშამას, ანუ ვინც სწავლობს მიშნაიოთებს, ის თავის სულს უკავშირებს რაბი იოსეფ კაროს სულს. ზღუდამ დააგენ ალენუ ვიალკოლამ ისრაელ. ეხლა რაც თქვი, მათი დამსახურება შეგვეწიოს ყველა ისრაელის შვილს. კარგია, როცა დაუშვათ ვლოცულობთ და ვითხოვთ დაუშვათ ჯანმრთელობას ვინმესთვის, დავაყოლოთ ბოლოში ვეგამ კოლამ ისრაელ ნაგიდ ლერეფუა შლემა შელ ავრაამ ბენ იაკოვ ველეკოლ ამ ისრაელ. ხო, ეს ჩვენ ვიცით ყველა, ებრაელებისთვის უკვე ეს ცნობილია. ოკეი. ეს ძალიან ღრმა თემა არის და ძალიან რთული თემა არის. მე მგონი საკმარისი ვისაუბრეთ დღეს და გამჩენის დახმარებით თუ ინებებს გამჩენი მოგვიანებით გავაგრძელებთ. კარგი იქნება თუ თქვენ შეკითხვებსაც გამომიგზავნით კომენტარებში, რომ ვიცოდეთ რა და გაინტერესდათ უფრო მეტად, რაზე ვისაუბროთ შემდეგში იმირციაში თუ ინებებს გამჩენი. ახლა მომავალში მინდა გისურვოთ წარმატებები ყველას და გავძლიერდეთ ერთად, ვინაიდან ჩვენ ცალ-ცალკე აბსოლუტურად არანაირი ძალა არ გაგვაჩნია და არანაირი ღირებულება არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გამჩენთან, ვიყოთ ერთმანეთის სიყვარული გქონდეს, მიუხედავად იმისა, ვინ არის და რას წარმოადგენს. ვინაიდან არ გვაქვს უფლება ჩვენ ებრაელებს შევიძულოთ სხვა ებრაელი, ჩვენ შეგვიძლია გვძულდეს ვინმეს მოქმედება, მაგრამ თვითონ ებრაელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიძულოთ, უნდა გვიყვარდეს ყველა ებრაელი ერთნაირად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ, კოლტუ.